როგორც შენს დას გინდა რომ მოექცეს სხვა აი ხო ყავთ ბიჭებს დები ხო ყავთ აი როგორც შენს დას გინდა რომ მოექცეს სხვა შენც ისა უნდა მოექცე აი ქუჩაში რომ გოგონა გაივლის თუ თანაკლასეს თუ ნებისმიერ სადმე წრეზე დადიხარ და იქ გოგონას შეხვდები თუ შენ არ გინდა რომ შენს დას ვიღაცამ არასწორად შეხედოს არც შენ არ უნდა შეხედო ანუ შენ ახლა გულის სიღრმეში ხო ხდები რომ შენ ახლა იქ გადაამეტე გინდათ შეხედვას გინდათ ფიქრებს გინდათ მისადმი დამოკიდებულებას რომ გადაამეტე ხო გულის სიღრმეში მიხვდი ამას ხო და გინდა რომ ვინმე გადაამეტოს და შენს დას ესე შეხედოს შენ შეყვარებულს ეგრე შეხედოს ხო არ გინდა ამიტომ არც შენ არ უნდა შეხედო შენი ღირსება ეგ არის სხვას მოექცე ისე რომ როგორც შენ გინდა რომ მოგექცნე და არ გაუკეთო სხვას ისეთი რამე რაც შენ არ გინდა რომ გაგიკეთოს ეს შენი ღირსება როგორც კაცის ახლა ბიჭებზე როგორც კაცის ეს შენი ღირსება ახლა რახან შენი ფიქრები არავინ არ იცის ადგე და შენს თავს ყველაფრის უფლება მისცე ეგ არ არის ვაჟკაცობა ეგ არ არის კეთის სინდისიერება ხო ამიტომ აი თუ გინდა რომ კაცმა ღირსება შეინარჩუნო ღირსებას ამითი შეინარჩუნო აი ხო არის მათემატიკას თავისი ფორმულები აქვს ხო რაღაცა განტოლება რო გინდა გამოიყვანო იმ ფორმულაში ჩასავ და გამოდის და ცხოვრებისეული ფორმულა ეგ არის აი თუ გინდა რომ გაიგო როგორ მოექცე ნებისმიერ ადამიანს ყველა ამ ფორმულაში ჯდება ყველას მოექცე ისე შენ რომ გაგეხარდება რომ მოგექცეს არავის არ მოექცე ისე როგორც შენ არ მოგეწონება რომ მოგცევ შენ თუ ამ ერთ წინადადებას გაითვალისწინებ აღმოაჩენ რომ როგორ უნდა გააგრძელო ცხოვრება და ყოველ შემთხვევაში ზოგჯერ შეიძლება ვერ მოიქცე ისე შენ რომ გაგეხარდებოდა მაგრამ აღმოაჩენ რომ სადღაც შეგეშალე და გეცოდინება მაინც რომ რა სად ვერ მოიქეცი ისე როგორც ადამიანს შეშვენის მით უმეტეს როგორც ქრისტიანს შეშვენის სად ვერ მოიქეცი და რისი გამოსწორება არის საჭირო